The Georgian media has always ქართული მედია ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ქართული დემოკრატიის ფორმირების პროცესში. ისევ როგორც ხელისუფლებების მხრიდან შეტევებისა თუ ზეწოლის ობიექტიც. გასაკვირი არ არის, რომ შეერთებული შტატები და დასავლური ინსტიტუტები ყოველთვის იდგნენ ქართული მედიისა და თავისუფალი სიტყვის ადარაჯოზე. დღეს ვისმენთ მკაცრ და კრიტიკულ შეფასებებს შეერთებული შტატების საელჩოსა და პირადად თქვენს როლზე, მთავარი არხისა და მისი დირექტორის მხრიდან. მისი თქმით, ეს კრიტიკა გამოწვეულია თქვენი მხრიდან ქართული მედიის მხარდაჭერის ნაკლებობით. ხელისუფლების მხრიდან მედიაზე თავდასხმებთან მიმართებაში სუსტი რეაგირებით, მედია საშუალებებთან კომუნიკაციის ნაკლებობით და მთავარი არხის წამყვანის გიორგი გაბუნიასთვის ვიზაზე უარის თქმით. მთავარი არხის დირექტორი ასევე გადანაშაულებთ უკრაინაში პრეზიდენტ სააკაშვილის კარიერული წინსვლისთვის ხელშეშლის მცდელობაში. რამდენადაც ვიცი, საჯაროდ ამ საკითხებზე რეაგირება არ გქონიათ. ამიტომ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ უპასუხოთ ამ ბრალდებებს. if you wish to comment on any of them. Well, of course, everyone is entitled to. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავება მოსაზრებებსა და ფაქტებს შორის. ფაქტი კი არის ის, რომ მე მედია თავისუფლების ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ, ისევე როგორც მედიის როლის, როგორც მეოთხე ბურჯის ნებისმიერ ჯანმრთელ დემოკრატიაში. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პროფესიონალ ჟურნალისტებს და ეთიკის კოდექსს, რომელიც არეგულირებს ჟურნალისტიკას და მოითხოვს პროფესიონალი ჟურნალისტებისგან საზოგადოებას ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაცია წარუდგინოს. ჟურნალისტის პროფესია ნასწავლი მაქვს, ეს ჩემი მეორე ხარისხია და ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, როდესაც ჩამოვედი, დავპატიჟე სახლში სხვადასხვა ტელეარხების რედაქტორები, რომ მათგან მომესმინე იმ გამოწვევების შესახებ, რასაც მედია საქართველოში უმკლავდება. მე დავპატიჟე ჟურნალისტები იმ თემებზე სასაუბროთ, რაც აქ ჟურნალისტებისთვის აქტუალურია, რომ განგვეხილა შესაძლებლობები, როგორ შეიძლება საელჩო მათ უკეთ დაეხმაროს. ეს არის საკითხი, რომელიც პიროვნულად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ასეც დარჩება. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საელჩოს აქვს მედია თავისუფლების მხარდაჭერის დიდი ისტორია მედია განათლების თუ გაცვლითი პროგრამების კუთხით. გარწმუნებთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში ჩვენ ამას გავაგრძელებთ.